მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დღეს დაგიბრუნდით პატარა შემეცნებითი ვიდეოთი ჩემ ახალ Honda ტალონთან დაკავშირებით. ვინც თვალყურს ადევნებდით ჩემ არხს და ჩემ ვიდეოებს, ალბათ გეცოდინებათ, რომ რამოდენიმე თვეა უკვე რაც YouTube-ზე აღარ მიაქტიურია და აღარ დამიდია ახალი ვიდეოები და ამისი ერთადერთი მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ მომიწია ჩემი პოლარისის გაყიდვა და სანამ ჩამომივიდა Honda შესვენება გავაკეთეთ YouTube-ზე. და დღეს აგიხსნით მე თქვენ თუ რატომ შეველიე ჩემ პოლარის და რატომ მომიწია Honda-ზე გადასვლა სრულიად განსხვავებული სისტემაა პოლარისთან და სხვა ბაგებთან განსხვავებით და დღეს აგიხსნით თუ რა არის ეს მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტე რომ შემეძინა Honda ტალონი. პირველ რიგში ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი არის გადაცემათა კოლოფი. გადაცემათა კოლოფი აგერ ვინც ერკვევა და ვისაც ყავს ბაგი, შეამჩნევთ რომ აღარ აქვს ეგრეთ წოდებული ვარიატორი, აღარ აქვს ყვედი და მოხსნილია უამრავი თავის ტკივილი, უამრავი პრობლემა, რაც დაკავშირებულია გამუდმებით ღვედის წვეტასთან, ამ ღვედის შეცვლასთან და არასაიმედოობასთან. Honda-მ ეს ყველაფერი გამოასწორა თავის ტექნიკაში და UTV ტექნიკის მფლობელებს შესთავაზა აი ესეთი ძალიან მაგარი, გამძლე და გამომდგარი ტექნიკა. ეს კოლოფი არის ძალიან გამძლე, ძალიან სწრაფი და ძალიან საიმედო. რაც მთავარია, ყველაზე რაც მთავარია, ძალიან საიმედო. და ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ რაში გამოიხატება კიდე ამის სიმძლავრე, ვარიატორ გადაცემათა კოლოფებს ძრავიდან ბორბლებამდე დაახლოებით სიმძლავრის დანაკარგი აქვს 16-18%. ხოლო ამ შემთხვევაში, ამ კოლოფის შემთხვევაში დანაკარგი არის მხოლოდ 6-დან 7%-მდე. შემდეგი რაც არის, ეს არის ძრავი. და ორი სიტყვით გეტყვით ძრავთან დაკავშირებითაც, ყველა Honda ტალონი აღჭურვილია ატმოსფერული 1 ლიტრიანი 2 ცილინდრიანი 105 ცხენისძალიანი ძრავით და ყველამ კარგად იცით და მოგეხსენებათ Honda-ს ძრავები როგორია, როგორი საიმედოა, როგორი გამძლეა, როგორი სპორტულია და არ ვიცი რა, აი Honda-ს ძრავს შეგიძლიათ რომ ზეთი არ ჩააცხა და ისე გაიაროს, თქვენ თლათ ესე ნუ მოიქცევით უზეთოდ ნუატარებს, მაგრამ აი უზეთოდაც კი შეუძლია სიარული. მეორე, არა მესამე, ეს არის წინა დიფერენციალი. Honda-მ ამ შემთხვევაშიც გააკეთა ინოვაცია და ახლა მე თქვენ განახებთ, აი ეს რა არის ეს ინოვაცია და რაში გამოიხატება. ეს არის ნახე აქ აწერია i4WD, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჭკვიანი წინა დიფერენციალი. სხვადასხვა ტიპის ბაგები არის აღჭურვილი სხვადასხვა წინა დიფერენციალით და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ამ წინა დიფერენციალის, როდესაც გიწევს სწრაფად გადაადგილება, მოსახვეებში სწრაფად შესვლა წინა ჩართული დიფერენციალით, ეგრეთ წოდებული 4-ვე ვიდუშით იცის აი ესე ცხვირის გაჩოჩება, მოსახვეებში იცის ცხვირის გაჩოჩება და არის საკმაოდ დიდი დისკომფორტი. ამ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობ სწრაფად და სპორტულად, ნებისმიერ მოსახვევში განცდა გაქვს ისეთი და გეუფლება და ისეთი მართვის სტილი აქვს, რომ თითქოს
გადაადგილდები გამორთული წინა ხიდით და არ გიწევს აგრევე ამ ბრძოლა წინა ცხვირთან და ჩოჩვა. ხოლო როდესაც ბაგი გადადის off-road რეჟიმში, ტალახში, ან თოვლში, ან სხვა ნებისმიერ ადგილზე, დიაგონალზე და როგორც კი ბაგი დაინახავს, რომ ოდნავ მეტად გადატრიალდება ერთი საბურავი, მაშინვე ერთობა ეს სისტემა და ავტომატურად იბლოკება წინა ორივე ბორბალი. ეს მოკლედ რაც შემეძლო მე თქვა წინა დიფერენციალთან დაკავშირებით და ეხლა მინდა მოკლედ შევეხო დაკიდების სისტემას. და ეს დაკიდების სისტემა რა შეეხება ყველა Honda ტალონი აბსოლუტურად აღჭურვილია Fox-ის ამორტიზატორებით და მოგეხსენებათ, რომ Fox-ი არის ალბათ ნომერ პირველი ბრენდი ამორტიზატორებში და არის ძალიან გამძლე და ძალიან საიმედო. ასევე სხვა სავალი ნაწილებიც აქვს ძალიან გამძლე და მინდა გითხრათ, რომ თითქმის არ უჩნდება ეს სავალი ნაწილიც სხვა ბრენდებთან შედარებით არის უკვდავია, ასე შეიძლება ითქვას და ზოგადად რა ნებისმიერი დეტალი აქვს ისე შექმნილი. ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიციოთ სხვადასხვა საიტებზე, ფორუმებზე და აბსოლუტურად ყველა ამერიკაში წერს, რომ Honda არის ის ბაგი, რომელიც ყოველთვის თავისი სვლით ბრუნდება სახში. ესეთი სulis სამი რეჟიმი გააჩნია Honda-ს. ეს არის ავტომატური ტრანსმისია, როდესაც მართავს სრულად ავტომატით და აქვს ჩვეულებრივად პარკინგი, უკუსვლა, ნეიტრალი, მაღალი სვრა და დაბალი სვრა. ასევე სulis დროს გაჩერების გარეშე შეგიძლია გადართო სპორტ რეჟიმში და ამ შემთხვევაში ბაგი უკვე გადადის სპორტულ მართვაზე, ყველა სიჩქარეს რთავს ისე მაქსიმალურად მაღალ ბრუნამდე მიყავს და შემდეგ ახდენს სიჩქარის შეცვლას და გაზის შემთხვევაში რამოდენიმე წამის ტოვებს იმ მაღალ ბრუნებზე ერთი სიტყვით იცით მიხვდებით რომ გონიმართება სპორტული ავტომატური გადაცემათა კორპი. ასევე სulis დროს შეუჩერებლად შეგიძლიათ გადართოთ მექანიკურ სვლაზე და სრულად აი ამ შრიფტერებით შეგიძლია ბაგი გამოიყენოთ ისე როგორც მექანიკა. და ესეც არის ძალიან კარგი სამართავია, ძალიან სპორტულია. დაღმართჯეთ ჩასვლის შემთხვევაში მუხრუჭის გამოყენება თითქმის ძღოლს აღარ უწევს და ბაგი თვითონ ახდენს შეჩერებას. მე გამოვცადე ეს ძალიან მკვეთრ დაღმართში და აბსოლუტურად კარგად გავუმკლავდა ეს თავფეში, რასაც ვარიატორული გადაცემათა კოლოფები თითქმის ვერ ახერხებენ და სულ მუხრუჭის გამოყენებით გიწევს თავფეში დაღმართში ჩასვლა. ასევე აქვს აღმართზე გაჩერებისა და დაძვრის რეჟიმი, როდესაც აღმართზე გაჩერები შეგიძლიათ დააწყოთ ამ რილაქს და რამდენიმე წამის განმავლობაში ბაგი სისტემას დააჭერებს ფერს, ავტომატურად ხსნის მუხრუჭისგან და უკვე ახერხებს დაძვრას. ასე რომ ვთქვათ, არის ძალიან მარტივი, ძალიან გამოსაყენებელი, სანდო, სწრაფი და რა ვიცი. დანარჩენი სხვადასხვა ვიდეოებს გადავიღებ. თვითონ ვსადევნებთ ჩემ არხს, გამოიწერთ, ვისაც მოგეცნობათ ვიდეო, ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. ეხლა დავტესტავთ დიაგონალზე თუ როგორ გაივლის, საკმაოდ ღრმაა.
რა სიტყვი აბა? აი სოფიანი ძაღლივით არის რა. ხო იცი. რო აშვებას რო ცდილობს, რომ ვიღაცის დაგლეჯვა რომ უნდა რა. რავი, ისეთი შეგზერმა გეგონება 300 ცხენის ძალაა. რა ძალიან ისეთი ის არის რა. აი და 3 სიჩქარე შეუცვალა ეხლა აქ აღმართზე რა. იმხელა ძალაა. ოღონ დაბალ გადაცემაში მქონდა რა. ლოუში მქონდა. ძალიან ძნელია. შრალამინჩი. ტალახის და თოვლის გარეშე ბაქს ისეთი დაბრკოლება შეუქმნა, სადაც გასვლა გაუჭირდება და აქ ვიპოვეთ რაღაც აი ღრმა კალია და ახლოებით. აი მუხლამდე მწוდება რა, ერთი 40-50 სანტიმეტრი სავარაუდოდ იქნება და ნახოთ აბა როგორ გადალახავს ამ დაბრკოლებას. მეც მაინტერესებს. ეხლა პირდაპირ ჩაუშვებ დიაგონალის გარეშე და ნახოთ აბა. კარგი, პირდაპირ გადასვლით საკმაოდ ადვილად გადავიარეთ ეს დაბრკოლება. აბა ეხლა სინჯოთ დიაგონალსა და დიაგონალზე გადასვლა და აბა ნახოთ. საკმაოდ ცუდი დიაგონალია, ის საკმაოდ რა. მეგონა რომ გადავყირავდებოდი შინით, ისეთ შეგრძნება იყო. გარედანაც სუნიხوارი გზენი. სუნიხوارი გზენი რა. გარედანაც იქნებოდა. აი, მაგარია და მაგირა რა, ხონდა არის მაგარი. ვინც იყიდის ხონდას არინანებს. ეხლა აქაც საკმაოდ დიდი კალიაა. ეხლა შევეცდები რომ ესე ჩამოვიდე დიაგონალშეზე, გამოვიარო, ჩავდი ამ კალიაში და ავიარო, კლინერსი ვნახოთ როგორი იქნება. ორი სიტყვით მინდა სერვისთან დაკავშირებითაც გითხრათ. მე ჩემ ყველა ბაგში, აქამდე რაც მყოლია და ყველა კვადროციკლში, მხოლოდ მოვიხმარ ერთი კონკრეტული ბრენდის ზეთებს და სხვადასხვა საცხებ საფոխ მასალებს და ლუბრიკანტებს. ეს არის AMSOIL-ის ზეთები, სპეციალურად ATV UTV ტექნიკისთვის შექმნილი AMSOIL-ის ზეთი და ამერიკელების 90% ალბათ თავიანთ ტექნიკაში ყველა მოიხმარს მხოლოდ AMSOIL-ის ზეთს და შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოიძიოთ, ნახოთ ვიდეოები, ნახოთ ფორუმებზე, ნახოთ და ყველა ამერიკელი იყენებს თითქმის მხოლოდ AMSOIL-ის ზეთს და ეს იმიტომ არის გამართლებული და საიმედო ზეთი. ეს არის ტექნიკისთვის სპეციალურად დატვირთვებისთვის და კაცრი პირობებისთვის შექმნილი ზეთი. ასევე ანტიფრიზი.
მოგეხსენებათ, რომ ანტიფრიზიც უნდა იყოს სპეციალურად ამ ტექნიკისთვის, რომ უწევს მკაცრ ზამთარში ძლიერ ღილვებზე და ძლიერ სიცხეებზე მუშაობა ამ ტექნიკას და ანტიფრიზიც არის სპეციალურად ამისთვის შექმნილი. ასევე შესაპოხი მასალა ქართულად არის ალბათ სწორი შესატყვისი, ისე ეგრეთ წოდებული ტაოტი და ეს არის რატო სჭირდება ეს განსაკუთრებულად ამ სოილის და ნახე ამასაც დააკვირდებით ესეთი სპეციალური ტექნიკა ეს ATV და ბურანები და სხვადასხვა თორმოვანი ტექნიკა აქვს მითითებული, იმიტომ რომ ამ შესაპოხი მასალით შეპოხილი დეტალებიდან ძალიან ძნელად გამოიდევნება ეს მასალა, არის წყალთან მიმართებაში ძალიან მდგრადი და ვერ გამორიცხავს წყალი შესაბამისი დეტალებიდან და ძალიან დიდხანს ემსახურება იმ ტექნიკას, რასაც გამოიყენებთ. შემდეგი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ინგრედიენტი არის ესეთი ეს გამოიყენება ისეთი ადგილების შესასხურებლად, სადაც ხშირად ხდება წყალი და რომ არ მოხდეს ამ ადგილების დაჟანგვა და გაყინვა და ასე შემდეგ. ესეც ძალიან საჭირო ლუბრიკანტია, მე ყოველთვის გამოვიყენებ ხოლმე და ასევე უკვე დაჟანგული ადგილების გასასუფთავებლადაც. ეს არის ესეთი სითხე არის, გამოიყენება ეს სითხე ძრავი საწვავის სისტემის გასაწმენდად. ამას ჩაასხავთ საწვავის ალში და გაწმენდავს მთლიანად ამ სისტემას, სადაც საწვავი მოძრაობს. ეს არის ოქტან ბუსტერი, თუ მოგიწია დაბალი ხარისხის ბენზინის ჩასხმა, შესაბამისად გიწერია პროგრამა, გაძლიერებული გაგძრავი, ძალიან კარგი საშუალებაა საწვავის ოქტანობის მოსამატებლად და სპეციალურად ესეც ამ ტექნიკისთვის შექმნილი დიფერენციალის Z. ესეც სპეციალურად არის შექმნილი ამ ტექნიკისთვის, უძლებს საკმაოდ დიდ დატვირთვებს და ემსახურება დიდხანს. დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო, დავამთავრეთ ამითი დღევანდელი ვიდეო. თუ გექნებათ კითხვები, დაწერეთ კომენტარებში, ყველა კითხვაზე აუცილებლად გაგცემთ პასუხს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.